სახელმწიფო აუდიტი აქვეყნებს ანგარიშებს, მაგრამ არ იცვლება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის უამრავი შემთხვევა, ფაქტი და პრაქტიკა, რომელიც გვაქვს. ერთ-ერთი იყო და არის ძალიან საინტერესო, ეს არის კლუბის ამბავი, რუსთაველის 117-ში, ახალციხეში, რომელიც 124 რუსთაველის 124 კლუბის შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად დაახლოებით 300,000 ლარი დაიხარჯა და პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ გადაუყარეთ ეს ფული, იმიტომ რომ თავიდან გამოცხადდა ტენდერი, თითქოს უკვე გარემონტებული უნდა ყოფილიყო, ეხლა თავიდან გამოცხადდა ტენდერი და ტენდერი ცხადდება, უკვე უნდა დემონტაჟი მოხდეს და შემდეგ თავიდან აშენება. და ასეთი შემთხვევები არის ძალიან ბევრი. თავად აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა არის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის არასწორად ხარჯვის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით და არ გვაქვს ინფორმაცია, როგორი შედეგებით სრულდება შემდეგ მათი მიმართვები თუნდაც სამართალდამცველებისადმი, იმედი მაქვს რომ მიმართავენ, ამბობენ რომ თავადაც აქვეყნებენ ინფორმაციას რომ მიმართავენ, მაგრამ როგორ დასრულდა ეს, რა შედეგი დადგა, გაითვალისწინა თუ არა მუნიციპალიტეტმა რეკომენდაციები, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დღეის მონაცემებით.